გამარჯობა. იყურებით ალბათ გარშემო და ხედავთ როგორი არის ტურიზმი საქართველოში. ჩვენს გარშემო ძირითადად დაინახავთ და სტატისტიკა ამას ადასტურებს. ტურისტებს ჩვენი სამეზობლოდან ადამიანებს, რომლებიც ისედაც კარგად იცნობენ საქართველოს ქართულ კულტურას, სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ძალიან ცოტა ხალხია ჩამოდის საქართველოში ევროპიდან, აშშ-დან. ძალიან ცოტა ჩამოდის ადამიანები, რომლებიც მიეკუთვნებიან საშუალო ან მაღალ ფენას. საქართველოში ჩამოსული ტურისტი მინიმალურ თანხას ხარჯავს. ის ჩამოდის, ჭამს, სვავს, სარგებლობს იმ გზით და ინფრასტრუქტურით, რაც არის ჩვენ გარშემო, მაგრამ დიდ თანხას საქართველოში არ ტოვებს, ის ეკონომიას აკეთებს. თქვენ დაინახავთ თბილისში, ბევრგან ისინი ხანდახან ტყეებში ჩერდებიან, ხანდახან მანქანებშიც ათენებენ ღამეს, იმიტომ რომ ფულს ვერ ხარჯავენ. თუ ჩვენ გვაქვს ყურადღება გამახვილებული ტურიზმზე, მაშინ ტურიზმმა საქართველოში უნდა დახარჯოს მეტი ფული, რომ ეს გვიღერდეს. მეტი შემოსავალი უნდა შემოვიდეს ჩვენთან და უნდა შემოვიდნენ ადამიანები, რომლებიც არიან მდიდარი ქვეყნებიდან, უნდა შემოვიდნენ ევროპიდან, უნდა შემოვიდნენ ჩრდილოეთ ამერიკიდან. ისინი მართლაც დატოვებენ ჩვენ ქვეყანაში და შექმნიან სიმდიდრეს. მაგრამ ამისთვის ხელისუფლებამ რაღაც უნდა გააკეთოს. ხელისუფლებამ უნდა შექმნას საინტერესო მიმზიდველი რაღაც იმისთვის, რომ ადამიანები, რომელთაც აქვთ დასასვენებლად ძალიან დიდი არჩევანი, სადაც უნდა იქწავლენ, უნდა ისლანდიაში წავლენ და უნდა ახალ ზელანდიაში, რომ ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში. ამისთვის ხელისუფლებამ უნდა შექმნას დიდი, გრანდიოზული პროექტები. მან უნდა შექმნას მარგალიტები, რასაც მე ვეძახი. აი ახლა ვარ ქალაქ მიუნხენში, ქალაქში, რომელიც განადგურდა თითქმის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მუზეუმებში, რომლებიც წარმოადგენს სწორედ ასეთ მიმზიდველ ადგილს მთელი მსოფლიოსთვის. თვითონ ქალაქი არქიტექტურულად დიდად საინტერესო ვერც იქნება, იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომის დროს თითქმის მთლიანად დაინგრა. მაგრამ სწორედ ომის შემდეგ, აი სულ რაღაც 60 წლის წინ, აქ დაიდგა 3 და შემდეგ კიდევ რამდენიმე გამორჩეული მუზეუმი. მუზეუმი, რომელიც სადაც არის განთავსებული კლასიკური ხელოვნების კოლექცია და 2 მუზეუმი, თანამედროვე მუზეუმი, გარდა ამისა დიზაინის მუზეუმი, BMW-ს მუზეუმი. ეს ყველაფერი ქმნის მიზიდულობის ცენტრს ქალაქ მიუნხენში, სადაც სავსეა დაწესებულებები ტურიზმით. სადაც ტურისტები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან, ადგილობრივი ტურიზმიც არსებობს და შესაბამისად ქმნიან კეთილდღეობასა და დოვლაც. ჯერ კიდევ როდის ვამბობდი, რომ ბიძინა ივანიშვილს თავისი განსაკუთრებული სახელოვნებო კოლექციით შეეძლო მსგავსი რამ გაეკეთებინა. რამდენი ხანია ცარიელია და მიგდებულია პრეზიდენტის სასახლე. უბრალოდ იქ არიან დაყენებული ჩვენი ბავშვები, როგორც ყარაულები, რომლებიც არიან გაწვეულნი ჯარში. ვიხდით გადასახადებს, შუქი იქნება ეს თუ სხვა გადასახადები კომუნალური და ეს არის ცარიელი მიგდებული შენობა, უბრალოდ რომელიც წარმოადგენს საბიუჯეტო ტვირთს. არა და რამდენი ხანია მქონდა იდეა და ამაზე ვისაუბრე კიდევაც, რომ მანდ უნდა განთავსებულიყო თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. საჯარო მუზეუმი და ბიძინა ივანიშვილს თავისი განსაკუთრებული კოლექციით, რომელიც მილიარდები ღირს და რომელიც მას გამოკეტილი ჰქონდა ბრიტანეთში, ახლა ამბობენ, რომ სანქციების შიშით ჩამოიტანა საქართველოში. ამას არ აქვს მნიშვნელობა. შეეძლო გამოეფინა ამ ან რომელიმე სხვა შენობაში. ეს იქნებოდა ერთადერთი ასეთი სტილის სოფლიო დონის ხელოვნების მუზეუმი კავკასიაში. ეს შექმნიდა იმ მარგალიტს, იმ გრანდიოზულ პროექტს, იმ მიზიდულობის ცენტრს, რომელიც ჭირდება ჩვენ ქვეყანას, მაგრამ არა მხოლოდ ეს, იმისთვის, რომ საქართველოში ტურიზმმა მართლაც შექმნას დოვლათი. იმისთვის, რომ საქართველოში ჩამოსულმა ტურისტმა მოინდომოს აქ ჩამოსვლა, ჩვენ ვაჯობოთ იმ ქვეყნებს, სადაც ისინი ჩადიან და შევქმნათ ინტერესი, რომ ჩამოვიდნენ სწორედ ისეთი ტურისტები, რომლებიც თითო ჩამოსვლაზე საქართველოში რამდენიმე $1000 დატოვებენ. გავიდეთ ტურიზმის ზედა ფენაზე.
გავიდეთ ტურიზმიდან მხოლოდ და მხოლოდ რეგიონის მასშტაბით. რუსები იქნებიან ის თუ ჩვენი სამეზობლო. ეს იქნებოდა ერთ-ერთი გრანდიოზული ასეთი პროექტი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ხელიდან გაუშვა. მეცაც გეტყვით. მას არც არაფერი ტურიზმის განხრით არ გაუკეთებია. ჩვენი ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, აქამდე საზრდოობს იმით, რაც შექმნეს ჩვენმა წინაპრებმა ბევრი წლის წინ. 8000 წლის წინანდელი ქვევრი, მაგალითად. ის ძეგლები, რომლებიც შეიქმნა 10-15 საუკუნის წინ. აი ეს აჭმევს დღეს საქართველოს და ეს გვაჭმევს დღეს ჩვენ. ეს ჩვენი მთავრობის სირცხვილია. მან წლების განმავლობაში ვერ შექმნა ვერავითარი ისეთი მიზიდულობის ცენტრი სიახლე ტურისტული თვალსაზრისით, რომელიც დაუმატებდა იმას, რაც ბევრი წლების წინ ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. არადა ამის პერსპექტივა ჩვენ ნამდვილად გვაქვს. ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ მას შემდეგ, რაც ამ უნიჭოებს და კორუმპირებულ უსაქმურებს გავუშვებთ ხელისუფლებიდან. ნახვამდის.